გამარჯობა, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, კერძოდ ფიროსმანის 8 ნომერში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მართავს საპროტესტო აქციას, როგორც თქვენ კადრში ხედავთ, ამ წუთებში ადგილობრივები იმყოფებიან იმ მშენებლობასთან, რომელსაც ისინი ეწინააღმდეგებიან. მათივე ინფორმაციით მშენებლობა ისე დაიწყო, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმ შესახებ, რომ აქ აშენდებოდა ცათამბჯენი და ამ ყველაფერს ისინი ეწინააღმდეგებიან, სწორედ ამიტომ მართავენ ისინი საპროტესტო აქციას და მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. ასევე ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ამ მშენებლობის უკან დაინტერესება არის, კერძოდ თორნიკე რიჟვაძეზე საუბრობენ, ეს არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის საფუძველზეც და უпростоრად რომლის ნებართვითაც გაიცა ამ ხელა მშენებლობაზე ნებართვა, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან და სწორედ ახლა ისინი მოვიდნენ სამშენებლო მოედანთან, რათა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვონ და მათი მოთხოვნები გააცნონ ადგილზევე. როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, აქ უნდა აშენდეს 50 სართული, რის გამოც აქ მდებარე პატარა კორპუსებს ექმნება საფრთხე და იქ მცხოვრებ ადამიანებს და სწორედ ამიტომ ისინი საპროტესტო აქციის ფორმით ცდილობენ ამ ინფორმაციის მიწოდებას მშენებელზე. ბატონ თამაზ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით ამ საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა რა არის და რას უკავშირებთ თქვენ ამ სამშენებლო პროცესს, რაც მიმდინარეობს აქ? მე ვიზიარებ მოსახლეობის მოთხოვნებს და წუხილს. იმიტომ რომ ქალაქში ყველაზე მაღალი კორპუსი შენდება აქ 50 სართულიანი და ხედავთ რა პატარა სივრცეა, ხო? თავიდან ინვესტორმა უთხრა მოსახლეობას, რომ აი ეს 60 ბინიანი ოჯახი აიღებოდა, დაკმაყოფილდებოდა და ისე აშენდებოდა. ეს ხალხი გადააგდეს, იმიტომ რომ მაფიოზურ კლანური ის იყო, რა ქვია, მექანიზმი თავში ედგა მას თორნიკე რიჟვაძე, დავით ბალაძე, ჯაბა ფუტკარაძე და არჩილ ჩიქოვანი და ხალხის სურვილი არ გაითვალისწინეს. მშენებლები, როგორც მითხრეს, არის ჯუბერ ზოიძე, ვიცემერი ყოფილი ზურაბ ბერიძე და რა თქმა უნდა საქმეებს აწყობს დავით ბალაძე, სიძე თორნიკე რიჟვაძის. აი ხედავთ ეხლა აქ უნდა დაიდგას ამ წეკრანი, მან როგორ უნდა იმოძრავოს, რომ აი იმ ხალხს უსაფრთხოება არ შეუქმნას. ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ ამ ხალხს ერთმევა 7 გარემოს ცხოვრების უფლება, სიცოცხლის უფლება და გარანტიებს არავინ არ იძლევა. და მე მესმის, ან შეჩერდება მშენებლობა და ინვესტორი დანაპირებს, შეასრულებს და აიღებს იმ კორპუსსაც და ამ მოსახლეობას დააკმაყოფილებს, ან და ესე იგი სახელმწიფოს შემდეგ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რომ გააუქმოს ის ნებართვა, რომელიც არის ალბათ ნაცნობ ნათესაური იმით შედეგი. ინტერესის შედეგი უпростоრად. ბრძოლა არ შეჩერდება, გაგრძელდება და ბოლო-ბოლო ამ ქალაქში აი ეს უდებართვო, უკანონო მშენებლობები უნდა დაასრულდეს. აი თქვენ ისაუბრეთ თორნიკე რიჟვაძის ინტერესებზე, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, ეს რომ დავაკონკრეტოთ. სიძე ამ საქმეში დავით ბალაძე და თქვენ როგორ გონიათ ახლა, აი აგერ არის მერი დაცებული ნებართვა, არჩილ ჩიქოვანი. ეხლა თქვენ გონიათ, რომ არჩილ ჩიქოვანი თორნიკე რიჟვაძის გარეშე გაცებდა ნებართვას? თან ამ ადგილას 50 სართულიანი ყველაზე მაღალ კორპუსია ლაპარაკი და ნახეთ რა პატარა სივრცეა. როგორ გონია? აბა მე და თქვენ მივიდეთ ეხლა და წარმოვადგინოთ პროექტი 10 სართულიანის თუ დააკმაყოფილებენ. ინტერესია რა თქმა უნდა. და ასეა მთელ ქალაქში ეს არ არის ერთი მხოლოდ მაგალითი, უამრავია. და მოვედით ეხლა რომ ვკითხოთ კომპანიის წარმომადგენლებს, რამდენად იქნება ამ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული. მადლობა ბატონ თამაზ, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც მოусმინოთ. მოგესალმებით ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, უკაცრავად ქალბატონო მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით თქვენი მოთხოვნა რას ეხება? ჩვენი მოთხოვნა პირველი და თავიდან რასაც ვითხოვდით, ჩვენ მოგვაწყვეს, რომ ჩვენ ამ სახლთან ერთად ჩვენც აგვიღებდეთ. თქვენ ალბათ ნახავთ იმ პროექტსაც, რომ ამ კვადრატობაში ამ ხელასახლის აშენება არ შეიძლებოდა და
ჩვენი სახლის მისამართიც არის გამოყენებული, იმიტომ რომ გააშენებული იყო ეს ამოდენა სახლი. ჩვენი მოთხოვნა ის რომ შეწყდეს ხმაური, არც ჩვენი უსაფრთხოებაა დაცული, არც ჩვენი შვილების უდანაშაულოდ კეთდება ეს ყველაფერი და მოტყუებული ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში ვცხოვრობ. აი გათენდება დილა 7 საათიდან საღამომდე სულ ხმაური, სულ მტვერი და სულ ესეთი ამბავია და მე არ ამგონია რომ ეს ქვეყანა ჩალით იყოს დახურული და აი ვინმე არ მოგხედოს მთავრობის იმედიც გვაქვს, ვისაც ეს ევალება იმის იმედიც გვაქვს, ეს ამოდენა ხალხი შეკრებილი ვართ იმის გულისათვის, განა რაღაც სასწაულს ვითხოვთ და რაღაცას ვთხოვთ მთავრობას რომ სიცოცხლის უფლებას ვიცავთ და ვთხოვთ მთავრობას დაგვიდგეს გვერდში. თუ ჩვენ ხალხი რამეს ვნიშნავთ მისთვის რომ ამ ხალხმა ისევ მათ უნდა მისცეს ხმა და მის გვერდით უნდა იყოს და თუ ეს არ აინტერესებს აი დანარჩენი სათქმელიც კი არ მაქვს, აი მიმართეთ დანარჩენებს. თავიდანვე არ ქონათ ინფორმაცია ამ მასშტაბის მშენებლობაზე თქვენ? მე გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ესე იგი ადგილ აქ ცხოვრობდა 20 ოჯახი და ეს ხალხი როცა გასახლებას უპირებდნენ, მათ პირდებოდნენ რომ ეს იქნებოდა 28 სართულიანი სახლი. შემდეგ მათ პირველი ნებართვა აიღეს 36 სართულზე, მერე დაიმატეს კიდე რამდენიმე სართული გავიდნენ 45 სართულზე და ბოლოს კიდე დაიმატეს 5 სართული და გავიდნენ 50 სართულზე. ეს არის 160.4 მეტრის სიმაღლე. და თუ გავითვალისწინებთ რომ 95 მეტრშია ეს ფიროსმანის 8 ნომერ სახლთან, რომელსაც სულ 20 მეტრო სიმაღლე გააჩნია, ის აშკარა საფრთხეს უქმნის როგორც შენობა ნაგებობას ფიროსმანის 8-ს, ასევე აქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რადგანაც 160 მეტრიდან ჩამოვარდნილი რაღაც პატარა ქვასაც კი შეუძლია ადამიანი იმსხვერპლოს. მით უმეტეს ეს ეზო ჯავახიშვილის ქუჩიდან აი ამ კვეთა შარტავას ქუჩამდე არის ერთადერთი გადასასვლელი და ამას იყენებს სხვა წინა ზღვისპირა მოსახლეობა, იუსტიციის სახლში დასაქმებული ადამიანები, საქმეზე მისული იუსტიციის სახლში მისული ადამიანები გადასასვლელად, გადმოსასვლელად იყენებენ და აქ აუცილებლად დატრიალდება რაღაც ტრაგედია. ჩვენ ორჯერ მივმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალ მეთაურს და ვთხოვეთ მას რომ დაევალდებულებინა ქალაქ ბათუმის მერია, უпростоრად ქალაქ ბათუმის მერიას დაევალდებულებინა ეს Central City Line-ის მესვეურები, ბალაძე, ზოიძე, ბერიძე, რომ დადებულიყო ექსპერტიზა. შემდეგი სახის ექსპერტიზა. ეს შენებლობა რა სახის პრობლემებს შეუქმნიდა როგორც 55 წლის შენობა 5 სართულიან შენობა ნაგებობას და ასევე აქ ცხოვრებულ ადამიანებს და იმ ადამიანებს, რომლებიც კიდე ჩვენი ეზოთი გადასასვლელად სარგებლობდნენ. ეს ეზო გადადის ფიროსმანის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე და სარგებლოს დღეში სარგებლოს 2000-3000 ადამიანი. ეს დასახლებული პუნქტები რაც არის, ყველა აქედან გადადის, მეტი გადასასვლელი ჯავახიშვილსა და შარტავას ქუჩებს შორის არ არის. მაგრამ ასეთი ექსპერტიზა აგვიანებს, ეს იმიტომ აგვიანებს, რომ ბათუმში შეიცვალა მარტო ერთი თანამდებობა მერი და არქიტექტურული სამსახური, ეს ურბანული განვითარების სამსახური, რომელიც გარეული არის ამ ყველა უბედურებაში, რომელიც ჩვენს დაგვატყდა თავზე და კიდე ბათუმის სხვა ბევრ მაცხოვრებლებს დაატყდა, ყველა ადგილზე ზიან და არც ერთი არ დაწერს და არ იტყვის, რომ ეს ჩვენ უკანონოდ გვაქვს გაცემული. მაგრამ ფაქტი არის მეტყველი 1314 კვადრატზე შენობა ნაგებობა იკავებს 1228-ს, ეს არის 94%. ასეთი შეიძლება მოხდეს ნიკარაგუაში, შეიძლება პუტინის რუსეთშიც არ მოხდეს სადმე. ესე იგი, ეს არის ძალიან დიდი რიცხვი. აქ ჩვენთან დაფარვის კოეფიციენტი არის 60% და აგენს აქვთ 94% დაფარვა და სიმაღლეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. აგერ ალიანსი, რომელიც 130 მეტრიც არ არის, 4800 კვადრატზეა აშენებული და 130 მეტრო სიმაღლე აქვს და 161 მეტრო სიმაღლის სახლი, რომელიც 20 მეტრო სიმაღლის სახლთან 5 მეტრშია, ეს არის ტრაგედია. ეს სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ჩვენი მაცხოვრებლებისათვის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ამ ახალ მეთაურს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შესრულებას ვთხოვთ, გადაიხედოს ეს ნებართვები და ამ სახლს ეკუთვნება მაქსიმუმ 20-დან 22 სართულამდე და მისცეს ის ნებართვა, რომელიც უკვე საფრთხეს აღარ შეუქმნის, შეამციროს ძირი ფართი 1000 კვადრატზე დაფარვა არის 600 კვადრატი და იხელმძღვანელოს აქედან და სხვა შემთხვევაში ამ ინვესტორმა ან გამონახოს ბათუმის მერიამ სხვა ინვესტორი,
რომელიც ჩვენ გაგვიყვანს დღეიდან, ამ უბედურებას აგვაცილებს თავს და აშენდება ჩვენთვისაც საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მისაღები იქნება. ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები არ აქვს და არ მინდა ვინმე მისარგებლოს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის კიდე შევიკრიბებით, კიდე გვექნება ჩვენ ეს მოთხოვნები, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ თბილისში უსაფრთხოების სამსახურში და პრემიერ-მინისტრთან შევიტანთ განცხადებას, ვიცით რომ ეს თანამდებობის პირები არ არიან კორუფციაში გარეული და აუცილებლად ეს სავარაუდო კორუფციული გარიგება, რომელიც შედგა ბათუმელ რომეუმ მიქაუტაძეს, მე გულისხმობ რიჟვაძის დის ქმარს ბალაძეს, რომელიც აქ არის წილში, ეს გარიგება უნდა გაუქმდეს და აქ შენებლობამ უნდა მიიღოს კანონიერი ხასიათი. როგორ ფიქრობთ შექმნილი მდგომარეობის დათვალისწინებით, როგორ მიიღებს თქვენს მოთხოვნებს უკვე სულხან თამაზაშვილი, რომელიც რომლის მმართველობაც ფაქტობრივად არის იზოლირებული, არ ხდება ის მოსახლეობა? სულხან თამაზაშვილი და ცინცაძე არ ვიცი რას გააკეთებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ამ საქმეს აუცილებლად მოიკითხავს. მე ასევე მჯერავს, რომ ანრი ოხანაშვილის სამსახური, უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ლილუაშვილის სამსახურისაგან განსხვავებით გარეული არ არის ამ მიმდინარე კორუფციულ გარიგებაში, აუცილებლად გვერდში დაგვიდგებიან და ჩვენ აქ კანონის აღსრულებას მოვითხოვთ. ჩვენ არ მოვითხოვთ რაიმე ზედმეტს. ჩვენ ვითხოვთ კანონს, კანონიერებას და სიცოცხლის უფლებას ვითხოვთ. ჩვენ გვართმევენ სიცოცხლის უფლებას. 160.4 მეტრი სიმაღლის სახლი ჩვენ გვიქმნის სიცოცხლის პრობლემას. 5 მეტრში. მადლობა, ეს იყო ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც მშენებლობასთან დაკავშირებით გააჩნია პრეტენზიები. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ და ვიტყვი იმას, რომ ვიმყოფებით ფიროსმანის 8 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მათი თქმით, თავის დროზე ეს მშენებლობა დაიწყო მოტყუებით, მათ არ ქონდათ ინფორმაცია მშენებლობის ამ მასშტაბზე, მოგვიანებით კი შეითხვეს, რომ პროექტში არაერთი კორექტირება შევიდა, რის საფუძველზეც ბოლო ინფორმაციით დაახლოებით ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს 50 სართულამდე, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ მათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტერიტორიიდან მომიჯნავედ ცხოვრობენ, ექნებათ საფრთხე, საუბრობენ იმ მოსალოდნელ რისკებზე და ამისგან თავის არიდების მიზნით ისინი მიმართავენ ბათუმის მერიას, რომ გადაიხედოს ის ხელშეკრულება, მათ შორის პროექტი, რაზეც გაიცა ნებართვა და ითხოვენ სართულების შემცირებას წინააღმდეგ შემთხვევაში არ აპირებენ ისინი დათმობაზე წასვლას და პერმანენტულ აქციებს გამართავენ და ამ ფორმით შეეწინააღმდეგებიან ისინი არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერით გაცემულ ნებართვას. სხვათა შორის თამაზ ბაკურიძემ ისაუბრა ცოტა ხნის წინ კერძო ინტერესებზე და ამ მხრივ აღნიშნა თორნიკე რიჟვაძის წვლილი და თქვა, რომ კორუფციული გზით კორუფციის ნიშნები იკვეთება უпростоრად ამ საქმეში და მონაწილეობენ და ფიგურანტები დაასახელა ამ ყველაფერში. თამაზ ბაკურიძემ, თორნიკე რიჟვაძე, მისი დისქმარი ასევე დავით ბალაძე, რომელიც თავის მხრივ მანამდე იყო ქართული ოცნების მაღალჩინოსანი და ასევე დასახელდა არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის ყოფილი მერი, რომელიც ასევე არის თორნიკე რიჟვაძის ოჯახის წევრი და თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენთ აქ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს და ისინი მიმართავენ ბათუმის მერიას, მათ შორის მიმართავენ სულხან თამაზაშვილს, რათა გადაიხედოს ეს სამშენებლო ნებართვები. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვარ. თუ შეგიძლიათ გითხრათ თქვენი მოთხოვნა რას ეხება და თავის დროზე თუ გქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ ამ მასშტაბის მშენებლობა რომ იგეგმებოდა. ნამდვილად არ გქონდა ინფორმაცია, რომ 50 სართული აშენდებოდა. უსაფრთხოებას გვიქმნის ყველა თელს საცხოვრებელ კორპუსს. ბავშვების გამოშვება, სუნთქვა, მტვერი, რა ვიცი, ყველაფერი საშინელება. ფანჯარასაც ვერ 7 წელი უკან ვითმინეთ, ეხლა 7 წელი უნდა ვითმინოთ კიდევ წინ. ჩვენმა ოჯახებმა რა დააშავა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოსავლად რა გესახებათ, იმიტომ რომ მშენებლობის ნებართვა ახლა უკვე გაცემული არის, ხო? თქვენი მოთხოვნა ეხლა რა არის კონკრეტული? უნდა დაგვეხმაროს მერიამ. რაღაცნაირად უნდა მიიღოს ჩვენი მდგომარეობა, უნდა რა ვიცი, რა ვთქვა, ჩვენი მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს.
გასაგებია, მადლობა. თქვენი მოსაზრებაც მოვისმინოთ. გითხარით, აბა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენ გამოსავლად რა გესახებათ, ასევე თქვენი კონკრეტული მოთხოვნა რა არის, თუნდაც ბათუმის მერიის მისამართით, რომელიც არის ამ პროექტის დამამტკიცებელი, ასე ვთქვათ. გამარჯობა, არ ვიცი რამდენად შეძლებს ახლა მერია იმას, რომ ჩვენი ინვესტორიც იყოს, ან ინვესტორი მოგვიძებნოს, ან ამ კომპანიას დაავალდებულოს. ვერ გეტყვით ახლა რამდენად შეუძლია ეს ამბავი, ხო? თავიდან რომ დავიწყეთ მოლაპარაკება, თვითონ შემოვიდნენ ჩვენთან კონტაქტში და გვირდებოდნენ, რომ ჩვენი ინვესტორებიც იქნებოდნენ რაღაცა ფართებზეც, კოეფიციენტზეც ვილაპარაკეთ. მერე საბოლოოდ ისე წავიდა საქმე, რომ ითხოვდნენ დროს 1-2 თვე გვაცალეთ და მივედით იმ კონსისტენციამდე, რომ ახლა აუტანელ სიტუაციაში ვცხოვრობ. აუტანელი, ხმაური, მტვერი, სიცხე და მომავალში გვემუქრება ძალიან საფრთხის შემცველი გარემო. მთელ ეზოში უნდა იფრინოს კოშკურა ამ წის ისარმა და ეს იქნება ძალიან საშიში ჩვენთვის. მშენებლობა საერთოდ ძალიან საფრთხის შემცველი საქმიანობაა და თქვენ გეცოდინება სტატისტიკა, რომ თითოეულ მშენებლობაზე რაღაცა რომ არ მოხდეს უბედური შემთხვევის გავსი არ ყოფილა ისეთი და ჩვენთანაც ახლა ძალიან ყველანი ვარ დაუცველები. თავიდან გქონდათ მშენებლობის ამ მასშტაბების შესახებ ინფორმაცია, როცა ხვდებოდით ინვესტორს, გესაუბრებოდათ ამ თემაზე? არა, თავიდან თვითონ ვინც ის მოსახლეობა, ვინც მისი სახლის დაანგრია, იმათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 28 სართულიანი სახლი შენდებოდა. მაქსიმუმ 30-ო და ახლა 30 კი არა, 50 გახდა ეს რა ქვია. სართულების რაოდენობა რასაკვირველია, შემაწუხებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა ჩვენი უსაფრთხოებაა თავარი. 40-ია შენდება თუ 50, საფრთხის შემცველია სულ ყველა ჩვენთვის. მადლობა. თქვენ ისმენდით ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებებს და როგორც კადრში ხედავთ, ფიროსმანის ქუჩაზე ამ წურთებში იმართება საპროტესტო აქცია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა არის ქუჩაში გამოსული და ისინი ეწინააღმდეგებიან აქ მიმდინარე მშენებლობას, რომლის თანახმადაც, როგორც თავად ამბობენ, მოტყუებულები არიან. თავის დროზე მშენებლობის ნებართვა გაიცა, როგორც თავად ამბობენ, შედარებით დაბალ სართულებზე, თუმცა მოგვიანებით ჩაკორექტირდა ეს პროექტი და მშენებლობის მასშტაბი გაიზარდა და ფაქტობრივად აქ მჭიდრო დასახლებაში აშენებენ ცათამბრჯენს, 50 სართულზე არის საუბარი, რის გამოც ისინი ამბობენ, რომ მოსალოდნელ საფრთხეს გრძნობენ და სწორედ ამიტომ ისინი მიმართავენ სულხან თამაზაშვილს, რათა ან შეწყდეს მშენებლობა, ან დაკორექტირდეს ეს პროექტი. მოგესალმებით, ბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი მოთხოვნის შესახებ და რა საფრთხე და ხმაური კი არა, პირველ რიგში უსაფრთხოება, თელ სოფლიოში უსაფრთხოებას აი ეს კოდი ქვია. მეხუთე პუნქტი. დავიცავოთ, ეს კრანი ახლა გადმოდის პატარა და მე რა იქნება 160 მეტრზე. არ დაგვაზიანოს. მე მანქანა დამიზიანა გვერდზე, მაშინ გადამიხადეს, მაგრამ ყველაფერი არა. რაღაცა გადმოვარდება. თავის დროზე გქონდათ მშენებლობის ამ მასშტაბების შესახებ თქვენი ინფორმაცია? გქონდა რომ ერთად უნდა აეღო. ამას ჯერ იქეთ ჯემალა ვერძაძეს. ყველა მოგვაწევს. ახლა შექმნილი მდგომარეობიდან თქვენ გამოსავლათ ის გესახებათ, რომ მაგალითად მომიჯნავეთ კორპუსი, რომელიც მდებარეობს თქვენ, ისიც უნდა აიღონ. გამოსავალი თქვენ გამოსავალი ეს არა, ჩვენიც უნდა აიღო. ისე ეს შენებლობა არ იქნება. უნდა 100 ააშენოს, მაგრამ ჩვენ არ დაგვაზიანოთ. 100 ამ ფართობზე არ გამოვა, აქ გამოვა 20, 22, 24 მაქსიმუმ. ყველა სართული დაგაზიანებს. გასაგებია, მადლობა. დიახ, ასეთი არის ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები, რომელსაც ისმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში და როგორც გავიგეთ, დღეს არის გამოფრთხილებელი აქცია, რომლის თანახმადაც ისინი მიმართავენ ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობას, რათა მათ მიიღონ თავის მხრივ ზომები მათ მოთხოვნებზე. მოდით ბოლოს შეჯამებისთვის მოვისმინოთ კვლავ თამაზ ბაკურიძის მოსაზრება და ამით დავასრულოთ უკვე პირდაპირ ეთერი. ბატონ თამაზ, ბოლოს შეჯამებისთვის გითხარით, რა საპირებთ, რა გეგმები გაქვთ და როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, თქვენ როგორ წარმოვიდგენთ? შევთანხმდეთ იმაზე, რომ მოსახლეობის მოთხოვნები სამართლიანია. პირველი იქიდან დაწყებული, რომ არ არის მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული.
არ არის მათ ესე იგი უზრუნველყოფილი კანონით და კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება შვიდ გარემოში ცხოვრების. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ პატარა ტერიტორიაზე შენდება 50 სართული. აქ რომ ტექნიკა ივლის, კრანი რომ დამონტაჟდება და წავა აქტიურ ფაზაში. წარმოგიდგენია თქვენ ამათვის, აი ამ ხალხისთვის, აქ ბავშვებიცა, მოხუცებიცა, ეს იქნება საშინელება. იყო დაპირება ამ კომპანიის წარმომადგენლებისა, რომ აუცილებლად აიღებდნენ ამათ კორპუსსაც და ამათაც ეკნებოდათ 21 საუკუნეში ნორმალური ცხოვრების პირობები. მაგრამ გადააგდეს ეს ხალხი, რადგან მათი ინტერესი უფრო მაღლა დააყენეს, შეუთანხმდნენ სახელმწიფოს მაფიოზურ კლანურ სისტემას და ეხლა თავისას ისწორებენ. ასე არ გამოვა. კლანში ვის გულისხმობთ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ? ძალიან მარტივად შეიძლება მაგის ათვლა. აი ეგ გამოკრულია ნებართვა მიცებული აქვს ჩიქოვას. სამშენებლო კომპანიაში ჩართულია დავით ბალაძე, ბინარისის რიჟვაძის სიძე, ხო? სადამდე მივდივართ რიჟვაძემდე, ხო? ამით მთელი სისტემა სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულია ფულის კეთებაში და მოსახლეობის ინტერესები უფრო ნაკლებად აინტერესებდათ. ამიტომ დღევანდელ ახალ ხელისუფლებას მინდა მივმართო, თუ თქვენ გინდათ არსებული სიტუაციის გამოსწორება, თუ თქვენ გინდათ რომ ეს მაფიოზურ კლანური სისტემა დაანგრიოთ და ხალხზე იზრუნოთ, აგერ ბატონო მაგალითი, აგერა ბურთი მოედანი, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. ეხლა დაველოდებით რეაქციას მერიის და ხელისუფლების. არ იქნება რეაგირება, შემდეგ ქუჩაც გადაიკიდება და მე მივაკითხავთ ხელისუფლებას. ასეთებია, მადლობა თამაზ ბაკურძის მოსაზრებას ისმენდით და ბოლოს შეჯამებისთვის ვიტყვით იმას, რომ ფიროსმანის 8-ში მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება და როგორც თავად ამბობენ, ისინი ამ მასშტაბის მშენებლობაზე არ არის გათვლილი ეს ტერიტორია, რის გამოც ისინი წინააღმდეგობას გამოხატავენ და დღეს გამართეს გამოფრთხილებელი აქცია, რომლის შემდგომაც ცხადია ისინი მიიღებენ პროტესტის სხვა ფორმებს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებით ფიროსმანის ქუჩაზე და ამ სამშენებლო მოედანზე არ იმყოფება მშენებლობის წარმომადგენლობა, რომლებთანაც გასაუბრებას შევძლებდით, თავის მხრივ ცხადია ამ მოსახლეობასაც ჰქონდა იმის სურვილი, რომ მოესმინათ კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებები, თუმცა მათ აქ ადგილზე არავინ შეხვდა. ცხადია, პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება მცდელობა იმისა, რომ კომპანიის მოსაზრებაც მოვისმინოთ, თუმცა მათაც რომ გქონდეთ ამის სურვილი პოზიციის დაფიქსირებისა, ჩვენ ცხადია ამისთვის გამოვუყობთ შესაბამის სივრცეს, რათა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებზე პასუხები გასცენ და მათი პოზიცია დააფიქსირონ. თქვენ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა ნდობისთვის და მადლობა რომ გვიყურებთ. დროებით.